have lots of them. For example, one of them is Christmas crackers. Christmas crackers are used in many different countries and are prepared by two people. Inside, you're gonna find a paper crown, joker riddle, and a small gift or toy. 所以一脚瞬间。 ჩინური ახალი წელი აღნიშნავს გაზაფხულის დასაწყისს, ამიტომ მას ასევე გაზაფხულის ფესტივალს უწოდებენ. 中国人用语，所以每件日子都不一样。 ჩინელები იყენებენ თვარის კალენდარს, ამიტომ ყოველ წელს ჩინური ახალი წლის დაწყების თარიღი განსხვავდება. Nos traditions de Noël, à Noël, les gens vont parfois à l'église. On met de lumière dans le bout. Les monuments de la France, en France, les monuments. ჩემი საყვარელი მოსწავლეები წარმოგიდგენთ რა სურთმათ. Per esempio, Elena, cominci. Che cosa desideri con questo anno nuovo? Per il nuovo anno desiderio. A Natale si può fare di più. A Natale si può fare di più. La música baila España. En España a la gente le encanta la música y baila. Por cada campanada. Sí, por cada campanada una uva. გავაკეთოთ ყველა? 12 მარცხის ტრადიცია. მშობლები შემოგვიერთდით რა, 12 მარცხის ტრადიცია. 12 ზარზე, თითო ზარზე თითო უნდა შეჭამო. აბა და თითო სურვილი ჩაიფიქროთ. მესამე, თან სურვილები ჩაიფიქრეთ. Du kannst wie sehr gefallen. We all have chance zu Weihnachtszeit. დღეს იუჯიში ჩატარდა ენების ფესტივალი. თემატიკა იყო საახალწლო. თითოეულმა ენამ აქ იყო წარმოდგენილი ინგლისური, გერმანული, იტალიური, ფრანგული, ჩინური და თითოეულმა ენამ წარადგინა თავისი საახალწლო ფორმატით, რაც შედიოდა სხვადასხვა სტენდი იყო წარმოდგენილი, სხვადასხვა კარავი, ეგრეთ წოდებული და ასევე წარმოდგენილი იყო ტრადიციული საკვები, რომელიც ამ ქვეყანას ახასიათებს. მაგალითად, იტალიელებს წარმოდგენილი ჰქონდა პანეტონი, ბავშვები იყვნენ ძალიან ბედნიერები, გაგვიზიარეს მათი საახალწლო სურვილები, რაც ჩამოწერეს მოლბერძე, მშობლებიც ესწრებოდნენ ღონისძიებას და საბოლოო ჯამში ყველა დარჩა ძალიან ბედნიერი. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს.